მოგესალმებით, დავრუნდი ისევ Far Cry 1-ით, მოკლედ ვიცი რომ ცოტა რა, პრინციპში დამოგვიანდა საკმაოდ კარგად, ეგეც იმიტომ რომ სამსახურში ფაქტიურად 6 დღე მომიწია გადამვლად მუშაობა და ვერ მოვიცალე ესე ვთქვათ სათამაშოდ. ვერც Far Cry-ისთვის, ვერც ვიდეოს გადასაღებად, ვერც სხვა თამაშისთვის, ანუ სახლში მოვდიოდი, საჭმელს ვაკეთებდი, ვჭამდი, ვიბანდი და მერე ეგრევე ვიძინებდი ფაქტიურად. ამიტომაც არ მქონდა ფიზიკურად დრო, რომ გადამეღო თამაშები. მაგრამ დავრუნდი ახლა ისევ, მალე ესე იგი კიდე ვიღებ შეულებასაც, მაგრამ შეულებასაც შეეხება ისე დაკავებული ვიქნები ასე თუ ისე მაგ შეუძლების პერიოდში, რომ შეიძლება ვიდეო მაინც ვერ გადავიღო და რა ვიცი, მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში. თან ეს გამოცდების მოდის მე კიდე უნივერსიტეტში, რაც კიდე პლუს დამატებით მინუსი იქნება, ეს Great White არის. ვინც არ იცით, ეგეც კიდე იმიტომ ვიცი რომ თამაშობდი, რაც ძალიან შეეხებოდა მსგავს ზვიგენებს. მეჩვენება თუ ძალიან motion blur არის ჩართული ხამ თამაში. იმიტომ ხო არა რომ რაღაც არ ვიცი პრინციპში. ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩანს. ხო, ჩვენი მისია კიდე ვინც ერთს არის ის რომ ეს სადეტი უნდა გავანადგუროთ. აქამდე არა ვარ გამონასვლელი, ან კიდე თუ ადრე ვარ გამონასვლელი აქამდე არ მახსოვს საერთოდ რა ხდებოდა და ზოგადად რა ხდება აქ. ეს მოვიშორეთ. იქამდე მივალ ისე პრინციპში, იმიტომ რომ მინდა რომ აი ამით მივიდი აქ, მაგრამ თან კიდე იმ ხელმაზილს არა ეხა რომ მაგით ვიბოდიელო. ხოლო მოდი ფეხი წავალ სჯობია. ესენი მახსოვს რომ ამოთ რომ მოკლავდი ეგრე რაღაცნაირად აი ქრებოდნესავით რა. საინტერესო თამაში არის, აი მართლა კარგი თამაშია. უბრალოდ ერთი წამით ოღონ გრაფიკები მე მგონი low-ზე მაქვს. very high ხო? სხვა დანარჩენი ვისინკი აქ როგორც ვიცი დაყენება არ შემიძლია მე motion blur-ის, ანუ როგორც არის ესე უნდა იყოს რა და ესე რჩება. არა უშვის. იყოს როგორცაა. Online-იც გონია სხვადასხვა ამ თამაში და კიდე უფრო გამიკვირდა. აქაც არის რა თქმა უნდა. აი ნახეთ რადიაცია ხატია ხამგეს და მე მგონი რაღაც აქ რაღაცებს ქმნიან ერთ სიტყვით. სულ არ ვიცი ხარ რას, მაგრამ რაღაცებს ქმნიან. კი ნაღა მომკლა მაგან. სნაიპერსაც ავიღებ ამ თამაში, აი მე უკვე დაიწყება კარგი რაღაცეები. ხო, რა შეიძლება კიდე მართლა ჩემ შეგვიძლებას ახლა ცოტა მოდი მოგიყვებით მაგაზეც, მაგრამ თუ გადავში აქ რა თქმა უნდა. წამით ოღონ ესენი მოვიშორო და ვსო. გონი მოვიშორი თუ ერთი დარჩა აქ. ყოველ შემთხვევაში არ მინდა რომ ვიღაცა გავამჩეს, იმიტომ რომ ეხლა ვარ ფაქტიურად ერთი დარტყმა და თუ ვიღაცა აი სულ შემიმბერავს ისეთი თამაში არის, რომ უოჭველი მოკვდები. ხო და გონი არავინ არ არის, რაც ძალიან კაი არის. ეს ბანანები აქ რატო აქვთ, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ალბათ მონსტრების გამო. მოკლედ შეულებასაც შეეხება, ესე იგი მან ჩუქნიან კამერას. DJI Action 6-ის კამერა არის, თან ისეთი კამერა არის ეგ რომ საქართველოში მსგავსი რაღაცა, ანუ არ იყო შემოსული არასოდეს და რაღაცა აი ინოვაციას ავით იყო ჩემთვის რა, მით უმეტეს ის ადამიანი, ვინც ჩუქნის მაგ კამერას უცხოეთში იყო და აი სნაიპერს აუ როგორ მომწონს ეს სნაიპერი, ვაიმე. და ინოვაციას ავით იყო რა ერთ სიტყვით ეგ კამერა ჩემთვის, იმიტომ რომ არ არის არსად. მაგრამ როცა უკვე კამერა იყიდა მაგ ადამიანმა და ჩამოსვლა, ესეც ჩამოვიდა უკვე. მე გადავამოწმე საიტები როგორც არის ზუმერით მოგაც და მიუღიეთ. და ძალიან მაგრად გამიტყვა სიმართლე გითხრათ, რომ ეგეთი კამერა, რაც რეალურად არ იყო საქართველოში და მაგ ადამიანს იმიტომ უთხარი მე რომ მეთქი ნახე თქო რა, მან უგეთესი იქნება თქო ავსტრიაში. იქ იყო და ერთი ახლა ის מחარებს ავით, რომ იმ ადამიანმა ეგ კამერა ბევრად უფრო იაფად ჩაიგდო ხელში, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ აქ ის კამერას რაღაცა 2000 ლარი. ანუ ესე იგი აქ თუ იულიო უფრო უკეთესი იქნება შენი გადარჩენის შანსები, ესე რომ ვთქვათ. ხო და იმ ადამიანმა გადაიხადა დაახლოებით 1500 ლარამდე ალბათ და პლუს კიდე SD კარტაც, რომელიც რეალურად ძალიან მაგარი კარტა არის, ანუ წარმოიდგინე აქ რაც აქვს ახლა ჩვენ ყველაზე ძვირიანები, სადაც 300 ლარები არის ალბათ 256-იანები ან კიდე უფრო ძვირები არის და აქვს 200 მეგაბაიტი წამში და V-ხარისხში არის 30-იანები კიდე და იმარად შეიძინა დაახლოებით 150 ევროდ, იყო 280 მეგაბაიტი წამში, V-ხარისხში იყო კიდე 60, რაც არის ანუ პროფესიონალური კარტა.
ხო და ამას ეხლა იმიტომ გიყვებით რომ მეორე არხისთვის მინდა რომ გავაკეთო აი მანქანების ну შეკრება იქნება ეს თუ რევიუ იქნება თუ რაღაც განხილვასავით იქნება ყველაფერი მინდა რომ გავაკეთო მაგ კამერით ხო და ну გეგმა ეგ არის რა სულ პირველ მანქანას ვაპირებ რომ რა თქმა უნდა გავაკეთო ჩემი მანქანა იმიტომ რომ სხვა ეხა ვიმოთხოვებს მე მანქანას იმისათვის რომ განხილვა გავაკეთო ხო მით უმეტეს ეგეთი ეხა პოპულარულიც არა რა თქმა უნდა ხოლო ჩემი მანქანის შემდეგ უკვე გავაკეთებ სხვა მანქანებსაც თუ რა თქმა უნდა ვინმე შემოთავაზებს რომ აი თუ გინდა ჩემი მანქანა გადაიღიო რაღაცა მსგავსი არ აქვს მნიშვნელობა საინტერესო მანქანა იქნება თუ არ იქნება საინტერესო ნებისმიერი მანქანა რომელიც მანქანა დითვლება თუ გინდა პრიუსი იყოს მაგაზე მაინც შეიძლება რაღაცა ვიდეოს გაკეთება თან ისეთი რაღაცა მინდა რომ გავაკეთო კიდე რომ იყოს ცოტა საინტერესო რა ანუ მაგალითად რაღაცა საინტერესო ფაქტები თქვა თუნდაც მანქანაზე რაც რეალურად არ იცის ბევრმა რა და შენ ჩაამოტებ მაგას ან რაღაცა ისეთი სპეციფიკური რო იყოს რაც ეს ვთქვათ მხოლოდ მექნება მე ჩემს განხილვებში და არა თუნდაც ყველა ადამიანს მაგის გარდა კიდე მაქვს ერთი კამერა რომელიც არის ჩარმერა ქვია მოკლედ კოდაკისგან არის და რეტრო სტილში უნდა იღებდეს წესით მაგრამ თლად რეტრო სტილში ვერ იღებს ვიდეოებს ეგ უფრო იღებს აი როგორ გითხრათ full HD-ც არა ანუ HD ხარისხში და თან თავისი მიკროფონიც აქვს და მოკლედ ძალიან გავს ძველებურ გადაღებას და მოკლედ მაგიტო შევიზინე მე თავად ეგ კოდაკის კამერა და რა ვიცი ნახოთ მე უკვე როგორ რა იქნება ჩემს მეორე არხზე რა თქმა უნდა აქ თამაშების გადაღებას გავაგრძელებ ანუ ამას არ წვიდა მე არანაირად უბრალოდ მიგითხარით რომ დადვირთული შეიძლება იყოს თქო რადგან მაგასაც გავტესტავ მაგ საჩუქარსაც კიდე პლუს რაღაცები იქნება და ასე შემდეგ რამე გაიგონიო არა მოდი გრენეიდი შევავდოთ ერთი ფლეშბენგი იყო ну არაუშავს ფლეშბენგიც რო ყოფილიყო მაინც გაიყო რა ის წუთი ეგარ ზოგიერთ იმეხმარება ისე სხვადასხვა აი ის რაღაც მეტრი რო არის მაპის გვერდზე მაპის კუთხეებში პროსტორეთ ეგ რო მოძრაობს მე უკვე ხვდები რომ რაღაცა არის გაიწავით აბა ზემოთ და აქ კიდე ძალიან უჭირს ადამიანს ანუ ამ რაღაც ქვესკნებში ვარ ჩასული აი ნახეთ ეხა შეივსო რაღაც ნახევარზე ტყობა რომელიღაცა სართულზე ხალხი იყო აქ და ეხა აღარ არიან და მე უკვე როცა მაგ კამერით გადავიღებ ჩემს მანქანას მე მინდა რომ გადავიღო კიდე ну სხვა მანქანები უკვე თქვი მაგრამ ველოდები მაგ ადამიანს ჩამოვიდეს აქ რომ შემდეგ უკვე ჩემი მანქანა დავდო გასაყიდად დაახლოებით 800 ან 7.5-ს დავადებ, უფრო 800-ს დავადებ, იმიტომ რომ იმდენი ფული მაქვს აი მაგ მანქანაში დანახარჯი, რომ არ მიღირს, რომ აი 6-ად გავყიდო ან 7-ად გავყიდო რა. ხო და ეხლა ვისაც ექნება სურვილი კი იყიდის 8-დან 7-ად, აი ვიცი რომ სპეციფიკური მოხმარებელი ყავს მაგ მანქანებში და ყველას არ უნდა და ყველას არ მოწონს, მაგრამ მაინც. ну ჯერ ერთი რომ მარტო ინჟექტორებში დავხარჯე იმდენი თანხა. რაღაც 2500 ლარამდე. მერე სვეჩები, მერე დამატებით კიდე ზეთის გამოცვლა, მერე კიდე ეს, მერე ის და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთე და ეგ მანქანა რო გავყიდო ფაქტიურად არაფრად, ну ეგრე არ მიღირს. მაგ მანქანას კიდე რო გავყიდი, მერე გეგმაში მაქვს რომ ვიყიდო კამრი. ну თლად ჩემი ხარჯებით ეხლა რა თქმა უნდა ვერ ვიყიდი კამრის, იმიტომ რომ ფაქტიურად მიწევს რომ დავამატო მეორე მაგ კამეროს ფული და რა თქმა უნდა სრულიად ჩემი ხარჯებით მაგ მანქანას ვერ შევიძენ. თუმცა თუ ეს მანქანა გაიყიდა, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის და ამას იმიტომ არ ვიზახი ახლა მე რომ მანქანას რაღაცა ჭირს ან არ ვარ გან ცუდი არის ან რაღაც მსგავსი პირიქით. ძალიან მაგარი მანქანა არის, ძალიან კარგად მოვლილი მანქანა არის, უბრალოდ კამაროები არ არის ახლა ძალიან ცნობილი მანქანები საქართველოში და რო იყოს ახლა F30 ან რო იყოს ახლა მაგალითად E36 ან რაღაც მსგავსი, კიდე უფრო მალე იყიდიდა ადამიანი. მაგრამ კამაროები ჯერ არ იცნობს არავინ, მე კიდე Opel-ი გონიათ. რა ვიცი, მე პირადად ახლა შეიძლება ვფიქრობდი რომ მართლა Opel-ი ვით არის ამერიკაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრია თქო, მაგრამ Opel-ს რო შეადარებ Chevrolet კამაროს, რა ვიცი, ჩემთვის პირადად ძალიან უცნაური არის. და მე პირადად არ ვიზამდი მაგას. მაგ შედარებას არ გავაკეთებდი მაგას გულისხმობ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ყველას თავისი აზრი აქვს.
ხო და კამრი თუ ვიყიდე, გეგმაში მაქვს კიდე გეუბნებით რომ შევიძინო 21-იანი ან 22-იანი კამრი, მაგრამ საქმე ისაა რომ ეგ კამრები დაახლოებით იგივე ფასი ჯდება, რაც 25-იანები და არ ვიცი გადავხედავ ალბათ რა, მოკლედ ფასები რა როგორ იქნება, ხა თუ რა თქმა უნდა 25-იანი მომდის 21-яნის ფასში, ოდნავ დაზიანებულიც რო იყოს, პრობლემა მე არ მაქვს ახლა მაგასთან დაკავშირებით არანაირი. მოდი ესე გავაკეთოთ. უნდა ვაფრთხილოთ კოლბად, ხო? მოიცა. You've been spotted. I've got sea and air targets coming your way. They appear to be approaching from the north. That's just great. საიდანო? ნორთი, სად არის? აქედან? გასაგებია, ხო, მე ვერ ფიქრობ რომ გეთქვი ხა მანდა, ჯობია რომ აქ შევიდე თუ გახსნა. არა, ვერ გახსნა პრინციპში. კაი რა უნდა? მოიცა, მეც კაი დებილი ვარ კაცო. ეს ხო მაქვს. იმედია მოხდება. და კაი რა, მეც მოვარტყი იმას და იმანაც მოვარტყა მე. ძალიან ცუდი. არა უშვის, წავით ისევ ჩეკპოინტზე. ეხა უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ხო, პატარა პრობლემა გვაქვსო. ცოტა სარისკოა, მაგრამ გავალო რამეო. მოვაგვარებ ამ პრობლემას, ასე რომ ვთქვათ. აქ მეორეც უნდა იყოს, ეხა არ მინდა რომ ჩუმად მომეპარონ. მე არ ვაკანკალებ ამ ხელს, თავად კანკალებს, მაინც რო იცოდეთ. აი რა. აი ვესვრი და გავიქცევი ეგრევე სადმე რომ დავიმალო, მაგრამ მე იქიდანაც მეშინია კიდე რომ გვერდიდან არ მომადგე რა ესენი აქეთ. ეს ერთი. მეორე. ეხა ალერგია მაქვს კიდე ცოტა და არ შემიშინოთ, მოკლედ ზაფხულში ვარ, ესე რომ ფაქტიურად ვკვდები რა. აი გავიქცევი სადმე. არ მომხდეს? ძალიან კაი. მაგრამ ის დარჩა კიდე რა, ერთი კაცი უნდა იყოს აქ რაღაცა. რომ გონი ის მაინც მოვიშორე, იმედია. კიდე არიან. აი კინა გამოხდა. მოიცა. აუ. კაი. ეს რაღაცა final boss-ი ვით არის თუ რა ხდება აქ? მალეკენიო და მუშაობ მოიცადეო. საკამდე მოვიცადო, ძმა, ნახეო, აი ორი ფაქტიურად რაღაც ამხელა გემი მოვყალე. მეგონი ეხა იქნება არა, გადავჭით. დოილ გააღე მოლიკარი. რა ვარ გააღე, ძმა? შევეგარი. აი მოდი ამაში მეტყუები ხა მაინც არ მაქვს ჯობია რომ ისე i90-ში გადავცვალო მიუხედავად იმისა რომ მაინც არ ვიყენებ აგიარავს. აი ესე. ცოტა აი accuracy ქვია თუ რავი რა ქვია. The test subjects are demonstrating superhuman qualities but are somewhat unstable. I am concerned they may become difficult to control. მოკლედ იმაზე უფრო ძლიერი არის ეს რაღაც მე რაც შევქმნიო ვიდრე მე მეგონაო და კი რა თქმა უნდა ამ ტესტის ობიექტებს უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე ეგეც მეგონაო მაგრამ ვერ ვაკონტროლებო და რაღაცა უნდა ვნახო რომ გავაკონტროლო.
მე რაღაც სიფრთხილე გამოვიჩინეო და ჩემი DNA გამოვიყენეო, რომ ეგ კონტროლის ქვეშ კონდესო რა. იმედია რომ ესე მომცემსო მე რაღაც ძალასო რომ მე დავაკავშირო, ჩემთან დავაკავშირო ეგენიო და უფრო გავაკონტროლო მე ეგენი მეო. ანუ ისე გამოყავს ფაქტიურად რომ ის რაღაც მონსტრები ალბათ. If you plant a demolition pack on the fuel tank, the blast should be enough to destroy the whole facility. Oh, a demolition pack. Right. Good thing I remember to pack a few of those. Don't be difficult. It's unprofessional. The mercenaries use demo packs to clear brush on the islands. If you look around, you should be able to find some that you can appropriate. მოგეთ რა უცნაური არის რა, აი თამაში რომ ესეთი რაღაც გამართული ინგლისური არის და ისეთი ინგლისურია რომელსაც მე ფაქტობრივად ძლივს ვიგებ არის აი ძალიან იშვიათი და ეხლანდელი თამაშები რაც არის აი ისეთი ჯერ მარტო მარტივი ინგლისური არის გამოყენებული მარტივში გულისხმობ იმას რომ გეტყვით ახლა აფეთქდება და მე ეგა სადელიც უკვე გავანადგურეთ და ეხლა წესით უკვე აღარ უნდა გქონდეს ამ ადამიანებს რაღაც ცდომები ერთმანეთთან მგონი. It's important I don't compromise my cover, so you'll have to secure the area first. მოგეთ შევხვდებიო ეხლა, მაგრამ უკეთესი იქნებაო რომ გაათავისუფლო არეაო რომ არ დამინახონო. The mercs sometimes use hang gliders to get around the islands. ხო, მივხვდი. No, but I learn real fast when people are shooting at me. ხო, რასაც გულისხმობდი. ეხლანდელ თამაშებში არის ისეთი მარტივი ენა გამოყენებული, აი როგორც თუნდაც რეპი არიან, რაც არ უნდა იყოს ამ მუსიკები, აი სულ bad bitch და motherfucker და რაღაც ეგეთ სისულელებს ვიყენებენ რა სიტყვებს და აი ძველ თამაშებში თუნდაც ან ძველ მუსიკებში რაღაც რეალური ლირიქსიც იდო და რაღაცას დაგაფიქრებდა რა. ეხლა მაგალითად აქ როგორც ლაპარაკობენ, ვისურვებდი რომ ესე რეალურად ვიცოდე როგორ უნდა ვისაუბრო ინგლისურად რა და ვისურვებდი რომ ნებისმიერი სიტყვა ხარ ასე სინამობენ ვიცოდე. შეიძლება ვიცოდე კიდე სულ დავიწყებული მქონდეს. მაგრამ ხო ხდებით რა, ანუ ასე გულისხმობ. You should be able to move around much more easily. I'm on a tight beam to you, so our communication will remain unaffected. ვერ გავგონი კარგად ეხლა რა თქვა, მაგრამ აქ ესე უნდა წავიდე, ეგ ვიცი. ჩემი ტყვია როგორ შენს არ ხვდება მაგ ადამიანს, მაგრამ იმათი ტყვია მხვდება მე. დაეში რა ხო დაეში on კარგად დაეში და მშვიდეთ. მე მგონია რომ ძალიან მაგით გამიმართლე ხარ რომ ესე მარტივად მოვახწია აქამდე ისე რომ არ მოგდორო ჰაერში. ძალიან არ გამართლა და იმედია რომ ხარ მოგდები. ხო და კამერაზე კიდე რაც გეუბნებოდით, ვიცი რომ ძალიან მჩვევია ეს ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა და მე კიდე იმას დაბრუნება, მაგრამ მაინც თუ შევიძინე ეგ კამერი, რა თქმა უნდა, მაგაზეც კიდე ვიდეოს გადავიღებ და თან ეგ კამერები აი 15-დან გააჩნია რომ მოდელს ვიყიდი 25-იანს თუ 21-იანს 15-16-დან დაახლოებით 20-25-მდე მეყევს ხოლმე რა, გააჩნია ხარ თქმა უნდა კიდე გეუბნებით კონვერტაციასაც, გააჩნია წელსაც, გააჩნია დაზიანებასაც, გარბენსაც და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ გზა გამეხსნება რა. რაც ეხლა არ მაქვს გახსნილი, იმიტომ რომ აქვს კამერა რომელიც არის, ну, ასე თუ ისე საკმაოდ იაფი. I'm headed in, but I need a diversion. Why don't you blow up the armory in their camp? That should create enough of a distraction for me to slip through. So, you're telling me to blow something up to divert their attention from the other thing I blew up. Brilliant. ესე იგი შევდივარ რომ შიგნით თუ სწორად გავიგონე ხა მეტრო ლაპარაკობდი და იმისათვის რომ მან შევიდეო უკეთესი იქნებაო თუ რაღაც აფეთქებ რომ მაგათი ყურადღება მიიქციო და ამან უთხრა რომ შენ ესე იგი მეუბნები იმას რომ გინდა რომ მე რაღაცა ავაფეთქო იმისათვის რომ ყურადღება გადავიტანო იმის შემდეგ რაც კიდე ერთი რაღაცა ავაფეთქე რომ კიდე ყურადღება გადამეტანაო რა საინტერესოა აქ ისე სტელსი არ ვიცი როგორი იქნება მაგრამ Silencer-ი მაინც რომ კონდეს კარგი იქნებოდა. აი ჩუმად რომ მოკლა რა ესენი, მაგრამ ნახე ისეთი თემა არის აქ კიდე რომ ამათ აქვთ საკმაოდ კარგი სმენა და კარგი ხედვა. სხვა NPC-ებისგან განსხვავებით ახლა რაც ბევრი თანამედროვე თამაში არის, ასევე დავამატებ. ესენი ძალიან
განვითარებულები არიან რა მაგ მხრივ. შეიძლება ვერ დამინახონ, შეიძლება სულ ბუჩქებში ვიყო, მაგრამ მაინც დამინახავენ. აი რეალურად ეხა სხვა თამაში ესენი ვერ დამინახავდნენ. აი თუნდაც აქ რომ მივიდე მაინც. მაგრამ აქ ეხა ხესთან რომ მივიდე დამინახავენ უკვე. აი ნახე, დამინახეს. და ესენი კიდე ძალიან ცუდი არის რომ აქ კედელში ატარებენ ხოლმე და მე ვერ ხედავ იმათ, მაგრამ ისინი ხედავენ. აი ეგრე რო არ მოხდეს, მოდი გარეთ გავიდეთ. და სნაიპერით მოვიშოროთ აი ის. უი. ხო ხედავ აი კედელში გამიტარე ხა მან. ეგრე. ამობზრიალ და აუ ჩარტეს კიდე ეს სიგნალი. გამოდი აქეთ. მოდი ამასაც ჩამოვაგდებ არემ. იმიტომ რომ აუ კაი რა, გამომელეთყვებისო. იმიტომ რომ პრობლემური არის ხოლმე სულ მაგათი მოკლა. და მეთქი ბარე მოვიშორებთ ხო, მაგრამ მინდა გასცეს. კონი გრენეიდი სოლეს. არა, თქო, მოიცა. აუ. აი გადავიკარგები სამე თორე ნახე, აი ერთი ტყვია ვარ დარჩენილი. ცოტა ჩქარო რო წახვიდე, კაი იქნებოდა ისე. მაგრამ საბედნიეროდ მგონი აქ აღარ არის არავინ. აუ, იქნებ აქ შევიდე და აქ ვერ გავატანო ტყვია. და რაღაცა იმედია იყოს, აი ჰილიან რაღაც მსგავსი. არა, აქ ვერ შევა. ნუ ნენელა მაინც მოვიშორო იქნებ ესენი. ეგარ. აუ, კაი რა. აი სად იყო ხა მანქანაში იყო ეს ადამიანი ჩამჯდარი? ასე თუ ისე გამოვიყარე, მაგრამ არ ვიცი საიდან მომკლეს. ნახე მანქანის ხმა არის ხა, მაგრამ აქ არავინ არ არის შიგნით ამ მანქანებში. ჩუმოდ რომ მივიდე. აი. კედელში გამარტყა, ხო თქვი რა. კარგი, მგონი ნახევარი ბატალიონი უკვე ამოვხოცე. აქ აღარ არიან ჯეჯრობით. და იმას ამოვხარ ხო არ ვიცი რომელიც კედელში მესვრის. აუ, ვიღაც კიდე არის. ეგარ ვსო. არ ვიცი იმას რა ვუხნა. მივიდი ახლოს თუ რაღაცა სხვა მოვიფიქრო. აუ. სადაც აქ არის. კაი, იქნებ შემოვლით მაინც მივიდე. ან მე მგონი რაღაც არის შიგნით რა და შეიძლება იქასვლა არ დამჭირდეს. ვისამ ბარემ სიურპრიზები რო არ იყოს, ყველაფერი კარგად გადავამოწმოთ აქ. ვიცი რომ აქ ხარო. კაი, ნუ კიდე გეუბნებით, ვერ ვხედავ აზრზე არ არის, აზრი არ ვარ სად არის. ნუ მოვიყვანეთ რა თქმა უნდა ვერ ვარტყავ. მაგრამ რაღაცას მიჩვენებს აქ რადიო. არა, აგე, სო ეგარ. ეხა უნდა ვაფეთქო. აი ეს. კარგი, ან კაი ხელაზე გავედი რა. მაგრამ მგონია ყოველ შემთხვევაში. აქ ისეთი საინტერესო არაფერი არა, ეხა რომ დავუშვეთ წავიდე და კარტები ვეძიო და მოდი ტესტ დავდოთ ეხა მანდ, რომ დასეივდეს. რო კიდე არ მოგვდა. კარგი. Radio traffic in the area is friendly. Now's your chance. Take a vehicle if you can and get to the pier. I'm on my way to you now. Oh joy. კაი, მოდი შევხვდეთ ეხა ჩვენ მაგას და დავასრულოთ მე კიდე ვიდეო მაგით. ეხა იარაღი აიღეო და მოდიო რა. გნახაო. ანუ ტიპი არის შიგნით, ხო და აქედან მესვრის. მოიცა? კიდე რამ არაფერი არ ახსოვს. კაი, წავედით. წესი დიდი გზა არ იქნება. თან თავარი რაც იყო, ანუ ამხელა რაღაც ბაზა გავიარეთ და თან კიდე საჭმელს ვაკეთებ და
ბარემ გაკეთებული იქნება რომ მოვჩები ხან ვიდეოს. ნუ რეალურად მე უფრო მომწონს რომ ვიდეოს რომ მოვჩები და edits რომ მოვჩები მე ვჭამო და მე უკვე გაკეთებული იყოს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა რა. ცოტა უცნაური კი არის ამ მანქანების მართვა, მაგრამ არა უშავს. თან დიდი თამაში არ არის რა წესით ახლა ისე უნდა დავასრულო ეს თამაში როგორც დავასრულე Call of Duty, ანუ რაღაც 6-7 ეპიზოდი მაქსიმუმ ალბათ. ნამქონი აქ ეს უნდა წავიდე ცოტა off-road-ის თამაში. იმედია რომ თვალებზე არ მოქმედებს კიდე ეს თამაში და რაღაც უცნაურ შეგრძნებას ვაი უცნაურ შეგრძნებას არ ქმნის რა მანქანაში ვარ სიმართლე რომ გითხრათ ეხლა მეც ცოტა არეული ვარ. მოგეთ როგორც კი გაათავისუფლებ მაგარიას, ეგრევე მოვალ და აგიყვანო. ვიღაცა რაკეტებს მესვრის თუ რა ხდება. გონი ისინი არიან კიდე რაღაც ნავებით რომ მოვიდნენ და დიდი რაკეტები რო ქონდათ, მაგრამ სად? აქ არის ვიღაცა. თუ მეშვენებო. ამის გვერდით დადგომა რამდენად კაი აზრი არ ვიცი. ეხა, ეგ არის. ხო, კიდე მართლა იმ კამერით მე რო გითხარით რომ მეთქი ჩამომივოდგო, მაგით ასევე მინდა რომ გადავიღო აი ვლოგის მსგავსი რაღაცა, იმიტომ რომ უნდა მოვინახულო რაღაც ადგილები რა, ქუთაისში, წყალდუბოში და ასე შემდეგ, ხო და გადამოს არა, ბარემ შეიძლება გადავიღო და ეგეც გავშვენოთ კიდე მეორე არხზე. ვლოგის სახით რა თქმა უნდა ეგეც. ნახა მე მგონი მოვკვდები მე. ეს მოკლა რაღაც ფედორას ქუდია ხურავს მგონი თუ რას ქვია ამას და თითქოს ჩემიანივით არის. სო ეგარი. ვაი მე მეთქი მოვკვდი და სო. მეთქი მოვკვდი და ეხლა თუ კიდე ამის გავლა მიძებს თავიდან. კაი გამოჩდი ეხლა გვანახე ვინ ხარ ფედორ. ფედორი ქვია ხო? წითლად არის ხა განათებული და ან ვიღაც წყალში არის და ვერ ხედავ. აი. მოვიდევსო. შენ ჯეკი უნდა იყო. საიდან იცი ჯეკი რო ვარ? გელოდებოდიო. გოგო წაიყვანეს, მოდი ჩაჯეკი. მაგის ხომ დაინახე თორე დაგვინახავენ და მოკლავენ ორივესო. ვინ დაგვინახავსო და არ გინდა შენ ვიცოდეო. თუ რამეო კონტაქტზე ვიქნებიო. კაი, გადმოვიყვანა ისე როგორ ჩანს სხვა კუნძულზე. ეხა გონია რომ ჯობი არა. გონი ჯობია რომ დავასრულო. The other side? They have a radar observation center there that would have spotted us. You'll have better luck cutting through the research facilities. What kind of research? I can't talk about that now. Just keep an eye out for anything moving. And if you see anything that looks dangerous, well, it is. გასაგებია. ესე იგი მნიშვნელოვანი ტყვეები ვინც არიან, ეგენი გადაყავდა სხვა კუნძულებზეო. და რა კუნძულებზეო? ალბათ ამ კუნძულს გულისხმობს და პირდაპირ არ შეხვიდეო რა, რაღაც research-ის შენობები იქნებაო, რაღაც ინფორმაციის მოძიების და იქედანო ნენელა შეაჭერიო და თუ რამესო დაენახაო, რაც საშიში ჩანსო, ნუ იმიტომ ჩანსო, რომ საშიში არისო და მოკალიო და იმედია მაგაში გულისხმობს იმ ზომბებს და რაღაცა მონსტრებს, ეს დანახვაც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ვინახავს და ასე თუ ისე ნოსტალგია მოწვევა ეხა. მაგრამ ეგ არის რა დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ვიდეო მოგეწონოთ, თუ მოგეწონოთ დაალექეთ, გამოიწერეთ არხი. ჩვენ უკვე შევხვდებით შემდგომ ვიდეოში, რასაც ალბათ დღეს გადავიღებ კიდე მეორე ვიდეოს, მაგრამ დარწმუნებული მთლად არა ვარ, იმიტომ რომ დასვენების ღამე გვქონდით და 6-7 დღე რო გადამგულად მუშაობ, მინდა რომ ჩემი თავშიც რაღაცა პატარა დრო მქონდეს, ხო და არ ვიცი, ნახოთ, თუ დრო მექნა, მეორესაც კიდე რა თქმა უნდა გადავიღებ, რომ მალე მოვში ამ თამაშს და დიდი ხანი არ გალოდინოთ ამ თამაშის დახურვა. ეხლა წავედი, წარმატები ყველას და დროებით.